დვალიშვილმა ახალი ისტორიის გვერდი გადაშალა, კი არ გადაშალა, აი ესე, აიღო, აი ესე დაჭმეჭნა, მერე გაშალა, მერე აი ესე მიხია, მოხია, აჩვენა დუსოს და გადააგდო. პროხასკამ კი ბუსიდოს პრინციპებს არ უღალატა და რა ვართ სამურაი შეეფერება, ისე გათიშა ჰალილ რაუნდრი. ალექს პერეირამ კი ყველას პირი დააღებინა და დღეს ჩვენ ნახავთ UFC 320-ის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლებს განვიხილავთ, იქამდე კიდევ გამოიწერეთ არხი, დასვით ამ ვიდეოზე ლაიქი, ჩვენ კიდევ ვიწყებთ. სანამ მერაბ დვალიშვილამდე მივალთ, შევხედოთ ზალალ იუსუფს და ჯოშ ემეტის შერკინება 66 კილოგრამში. ქართველებს ეს ორი მებრძოლი ძალიან კარგად გვახსოვს, რადგან ორივე მებრძოლი დამარცხდა ილია თოფურიასთან. თოფურიას თავის კარიერაში მხოლოდ ორი შეხვედრა აქვს მოგებული მსაჯების გადაწყვეტილებით, ერთი ჯოშ ემეტთან, მეორე კი ზალალ იუსუფთან. მართალია ზალალთან ილიას ახალი გადატანილი ჰქონდა ვირუსთან, ეს მისი სადებიუტო ბრძოლა იყო, მაგრამ ქართველი მაინც დომინირებდა. ჯოშ ემეტთან კი თოფურიამ 5-ვე რაუნდი იჩხუბა და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ილიას მერე ემეტმა ბრაის მიჩელი დაანოკაუტა და მერე გადაწყვეტილებით შეხვედრა ლერონ მერფისთან წააგო. ზალალმა კი თოფურიას მერე 2021-ში ორი შეხვედრა წააგო და დატოვა ორგანიზაცია. თუმცა 2022-ში და 23-ში სამი შეხვედრა პროფესიონალებში ზედიზედ ფინიშით მოიგო და UFC-მ ის დააბრუნა. რის მერეც მან სამი ბრძოლა საბმიშენით მოიგო, მეოთხე შეხვედრაშიც მოიპოვა გამარჯვება კევინ კატერთან, ოღონდ გადაწყვეტილებით და შეხვდა ემეტს. პირადად მე ვფიქრობდი, რომ ზალალი გაიმარჯვებს. კი, ემეტი ნამდვილი გამოცდილი ვეტერანია, მაგრამ ის უკვე 40 წლისაა, თან წინა შეხვედრა მარცხით ჰქონდა დასრულებული. მაგრამ მართლა არ მეგონა თუ ეს შეხვედრა ასე მალე დასრულდებოდა. ზალალს წუთი და 38 წამი დაჭირდა, მან არ გარისკა ჩეხაობა ვეტერანთან, ეგრევე გადაიყვანა ის მიწაზე და ისეთი ახლართული არმბარი გაუჭიმა ემეტს, რომ თავიდან ვერც მე მივხვდი რა მოხდა. თურმე ემეტი ხელით ვერ ანიშნებდა მსაჯს, რომ ნებდებოდა, რადგან ხელები ახლართული ჰქონდა და სიტყვიერად მიმართა. ამ მომენტისათვის იუსუფ ზალალს UFC-ში უკვე 5 ზედიზედ გამარჯვება აქვს, 4 აქედან მან მოიპოვა საბმიშენით, ამიტომ თუ მან ასე გააგრძელა, გამორიცხული არ არის ის მალე ვნახოთ სატიტულო ბრძოლაში. 93 კილოგრამში ერთმანეთს ირჟი პროხასკა და ხალილ რაუნდრი შეხვდნენ. ამ ბრძოლას პირადად მე განსაკუთრებულად ველოდებოდი, ირჟზე დოკუმენტური ფილმიც გავაკეთე, რომელიც შეგიძლიათ ჩემ არხზე ნახოთ. პროხასკა UFC-ის ყოფილი ჩემპიონია, რომელსაც ამ ორგანიზაციაში მხოლოდ პერეირასთან აქვს მარცხი. თან ორჯერ და ორჯერვე სატიტულო ბრძოლაში. დანარჩენი ყველა შეხვედრა მან ფინიშით დაასრულა. რაუნდრიც ნამდვილი ნოკაუტების მანქანაა, სხვათა შორის მანაც სატიტულო ბრძოლა პერეირასთან წააგო 2024-ში. რის მერეც UFC-ის ყოფილ ჩემპიონს ჯამალ ჰილს მოუგო შერკინება და შეხვდა პროხასკას. ამ ბრძოლის პირველ რაუნდში რაუნდრი შეუდარებელი იყო. ასე მეგონა, რომ ირჟი ამ შეხვედრას წააგებს. არადა პროგნოზში ვიძახდი, რომ პროხასკა მას ბრძოლას ან პირველში, ან მეორე რაუნდში მოუგებდა. მოკლედ, ჰალილმა ეს ბრძოლის მონაკვეთი დიდი უპირატესობით თავის ასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდში თითქოს ყველაფერი განმეორდა, იმის განსხვავებით, რომ ირჟი შედარებით ფხიზლად გამოიყურებოდა. დაიშუა რაუნდიდან, არ ვიცი რა მოელანდა ან რა გაიხსენა პროხასკამ, ის დაიქოქა და დაიქოქა სერიოზულად. ჯერ კლინჩი დაყვებით ეფექტურად იმუშავა და ბოლოს ბადესთან ბირთული კომბინაციით გაუშვა დალეწილი რაუნდრი მიწაზე. ღმერთმა იცის რა ერის მომავალში ირჟის, თუმცა არის იმის შანსი, რომ ის კიდევ ერთხელ გავიდეს ტიტულზე საჩხუბრად. არ ვიცი ეს ახლა მოხდება თუ ერთი ბრძოლის მერე, თუმცა ჩეხმა დაუმტკიცა ყველას, რომ ის იმსახურებს ამას. და ის ბრძოლას, რომელსაც ჩვენ ყველა ასე ველოდით, მერაბ დვალიშვილი კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ. კორიზე ბევრს არ ვისაუბრებ, მასზე დოკუმენტური ფილმის ლინკს აღწერაში დაგიტოვებთ, ვისაც გაინტერესებთ ქვიშის კაცის კარიერა, შეგიძლიათ იქ ნახოთ. ყველას გვახსოვს, როდესაც მერაბი იძახდა, რომ ამჯერად ის ბრძოლას ნოკაუტით მოიგებდა. მართალია ეს ასე არ მოხდა, მაგრამ ვინც უყურა ამ ბრძოლას, დამეთანხმებით, რომ ის რაც ჩაიდინა დვალიშვილმა ოქტაგონზე, ნოკაუტზე ბევრად მაგარია. აი პირველი რაუნდი იყო შედარებით ნეიტრალური, მაგრამ მეორე რაუნდიდან როგორც კი ქართველი დაიქოქა, ის 20 წუთის განმავლობაში აღარ გაჩერებულა. ეს იყო სენდჰეგენის ნამდვილი განადგურება. პირადად მე თავიდან ტეიქდაუნებს ვთვლიდი, მინდოდა მერაბს 100 ტეიქდაუნი შეესრულებინა და თავისივე გდებების რეკორდი მოეხსნა. ვთვლიდი 98, 99, 100, 101 და შევეშვი თვლას. ქართველი ყოველ წამს და წუთს ასრულებდა გდებებს. დგომშიც იყო ეფექტური. ერთი მომენტი ისე დაუშვა ქვიშის კაცს, რომ მეგონა მსაჯი ახლა ნოკაუტს გააფორმებდა. ასევე ერთი მომენტი ქართველმა რაუნდის ბოლოს კინაღამ დაახრჩო კოლი და ისეთ შთაბეჭდილება დამჭა, რომ მან სპეციალურად არ დააფინიშა ის. უნდოდა ბრძოლისგან მაქსიმალური სიამოვნება მიეღო. მოკლედ მერაბმა გაიმარჯვა ყველანაირი კითხვების გარეშე. მესამეჯერ ტიტული დაიცვა, დივიზიონის თავისივე რეკორდი
რეკორდი მოხსნა გამარჯვებების სერიაში, ეხლა ის უკვე UFC-ში ზედიზედ 14 გამარჯვებით მოდის, შეასრულა 20 ტეიქდაუნი მხოლოდ ამ ბრძოლაში, ამდენი გდება ერთ სატიტულო ჩხუბში არავის შეუსრულებია. ასევე ტეიქდაუნების საერთო რეკორდი მოხსნა, თავისივე რეკორდი გააუმჯობესა 117 ტეიქდაუნი აქვს შესრულებული დვალიშვილს UFC-ში და ეს ჯერ დასასრული არ არის და რომც იყოს ამდენი გდებას ალბათ ვეღარავინ ვერასდროს შეასრულებს და როგორც თვითონ დვალიშვილი იძახის, აწი ყველა მისი გამოსვლა ახალი რეკორდია. წარმოიდგინეთ რა დროს მოვესწარით, ქართველები ცვლიან კლიან UFC-ს ისტორიას. მერაბ შენით ნამდვილად ვამაყობთ და წარმატებებს გისურვებთ. და ბოლოს UFC 320-ზე სარევანშო ბრძოლის ტიტულზე ალექს პერეირა შეხვდა მაგომედ ანკალაევს. ორივე ამ მებრძოლზე მაქვს დოკუმენტური ფილმი გაკეთებული, აღარ მოუყვებით თუ რა სერიოზული მებრძოლები არიან, შეგიძლიათ ნახოთ ლინკებს აღწერაში და გიტოვებთ. პერეირამ წინა შეხვედრა გამარზე მაგომედთან წააგო გადაწყვეტილებით. მაშინ პერეირა თითქოს არ იყო ფორმაში და თვითონაც ბრძოლა რაღაცნაირი შენელებული და უინტერესო იყო. ბევრი იძახდა რომ ბრაზილიელი დაბერდა, ანკალაევი ახალი თაობის ჩემპიონია და ასე შემდეგ. თვითონ პერეირა კი იძახდა რომ გადაიღალა. ის წელწადში სატიტულო ბრძოლას ატარებდა და არც ერთ ჩხუბზე უარი არ უთქვია. ამჯერად კი ის დასვენებულია და მზად არის დაიბრუნოს ტიტული. ამ ბრძოლაზე გულშემატკივრები გაიყვნენ, ზოგი ასე ფიქრობდა, ზოგი ისე, მაგრამ ვერც ერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი ასე სწრაფად დასრულდებოდა. პერეირა პირველივე წამებზე ეცა ანკალაევს დაღესტნელმა აზე მოსვლაც კი ვერ მოასწრო. ზუსტად 14 წამში პუატანმა ჯერ უძლიერესი მარჯვენა ჰუკით დაანოკდაუნა ის და მერე უსაშინელესად ჩაქოლა მაგომედი მიწაზე და ყველანაირი კითხვების ნიშნების გარეშე მოიგო ეს ბრძოლა. რას აპირებს ახლა პერეირა ღმერთმა იცის, დაველოდოთ ამბების განვითარებას, დარჩება ის ამ დივიზიონში შეხვდება მესამეჯერ პროხასკას თუ ავა მძიმე წონაში არავინ იცის. მაგრამ ფაქტია რომ ის დაბრუნდა ძალიან ბირთვულ ფორმაში. დაწერეთ კომენტარებში როგორ ფიქრობთ ვინ იქნება მისი შემდეგი მეტოქე. UFC 320 იყო ძალიან საინტერესო მოულოდნელი ფინიშებით და მოსალოდნელი გამარჯვებებით. და რაც შეეხება დვალიშვილს, ალბათ pound for pound-ის რეიტინგში ის მახაჩევს ესე გაწევს და მეორე ადგილს დაიკავებს დიდი ალბათობით. ეს რას ნიშნავს, ხო გესმით, მთელს პლანეტაზე, მთელს მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლები არიან ქართველები, 3 მილიონიანი ქვეყნიდან. ასე რომ ილიას და მერაბს ძალიან დიდი მოკითხვა აქედან და წარმატებები ნანავაიც კიდევ მიმართავ რომ მალე დროზე ტურნირი მოხდეს საქართველოში, იმიტომ რომ ბევრი ქართველი ჩემპიონი კიდე შემოემატება UFC-ს.